მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. Როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ოპერის მომღერალი ერეკლე გურგენიძე. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს ერეკლე გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწვევთ დრო. გაგიმარჯოს, სასიამოვნო თქვენთან სტუმრობამ. მადლობა. პირველ რიგში როგორ ხარ? განწყობა მაინტერესებს. ძალიან კარგად. ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს, რადგან ბევრი სიახლეა ჩემთვის ცხოვრებაში. და ჩემთვის სასიამოვნოა, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემს პროფესიას ეხება და ჩემს ძირითად საქმიანობას და ამიტომ აი, სწორედ ამ სიახლეებზე ვისაუბრებთ დღეს. პირველ რიგში დავიწყოთ ძალიან საინტერესო კითხვით. როდის მიხვდით, რომ ოპერა ეს არის თქვენი გზა და არა უბრალოდ მუსიკის ერთ-ერთი მიმართულება? საკმაოდ რთული კითხვა, იმიტომ რომ როდესაც გადავწყვიტე რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, როცა უკვე სწავლობდი, მაინც იმდენად დიდ პასუხისმგებლობას აღვიქვავდი ამ ყველაფერს და ნამდვილად არის კიდევაც და იმდენად ჩემთვის რაღაც ეტალონური იყო, რომ ყოველთვის მქონდა ეს შინაგანი დაურწმუნებლობა, რომ ვარგი ვარ მე ამ საქმისთვის თუ არა. და საკმაოდ დიდი ხანი მქონდა ეს რაც არ არის ცუდი, თვითკრიტიკა უნდა გააჩნდეს ყოველ მომღერალს და რაღაც მომენტში ის ბუნებრივად გადავიდა იმაში, რომ ჩემს კოლეგებს, ჩემ თავს მე უკვე ვეღარ აღვიქვავდი ჩემს ცხოვრებას მუსიკის გარეშე. კონკრეტულ მომენტს ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ სწავლის დასრულების მაგისტრატურის დასრულების პერიოდში უფრო რაღაცნაირად ეს გარდატეხა მოხდა. კონკრეტული დღე მომენტი ესე არ იყო, მაგრამ ხო, აი თვითკრიტიკაზე ჩაგერთვებით, ხო მგონია რომ თვითკრიტიკის გარეშე ალბათ ვერცერთ პროფესიაში ვერ განვითარდება ადამიანი, იმიტომ რომ თუ ყველაფრით კმაყოფილი ხარ, ალბათ ვერც განივითარებ იმ უნარებს და ჩვენი სლოგანი არის საერთოდ მუსიკოსების და მომღერლების, რომ ჩვენ სწავლობთ მთელი ცხოვრება, ამიტომ დიდი მომღერალი დავესესხები ნოდარ ანდღულაძე ამბობდა რომ ერთი ცხოვრება არის საჭირო იმისთვის რომ სიმღერა ისწავლო და მეორე ცხოვრება რომ იმღერო ასე რომ ხელოვნების ოჯახიდან ხართ და მაინტერესებს იქონია თუ არა ამან გავლენა თქვენს პროფესიაზე, აი ამ პროფესიაზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვუყურებდით არასდროს ამ საქმეს, როგორც უბრალოდ გასართობი ან დროის ატარებელი ჟანრი ან მიმართულება. იმიტომ რომ ამ ჩემი მხატვარია არქიტექტორია და ჩემი ჟურნალისტია და ასევე არაერთი ასე ვთქვი მხატვრული ნაწარმოების ავტორი და ამიტომ მე ამ გარემოში გავიზარდე და ეს მქონდა შესიზღორცებული, ასე ვთქვათ. რაღაცნაირად ეს გენეტიკამ მუსიკალური კუთხით მეოთხე-მეხუთე თაობაში ჩემი სახით გამოავლინა ეს ყოველივე რაც ოჯახში იყო და თავიდან მშობლების დამოკიდებულება იყო რომ ისინი არ მიშლიდნენ ხელს, რადგან მე არასდროს არ ვიყავი მომღერალი ბავშვი, როგორც არიან ხოლმე პროექტებში ჩართულები და სულ მღერიან და თავიდან რაღაც განსაკუთრებული არა, საერთოდ არ მღეროდი და საერთოდ არ მეტყობოდა რაიმე მუსიკალური ნიჭი, მაგრამ რაღაც თავისით მოხდა ეს ჩემი მოხვედრა მუსიკალურ სამყაროში, არ მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე შემდეგ როცა უკვე რაღაც პატარ-პატარა მიღწევები წავიდა და უკვე სხვებისგან იღებდნენ ჩემი მშობლები კომპლიმენტებს ჩემთან დაკავშირებით, ამან ცოტა სხვანაირად შევახედოთ, რომ ესე იგი რაღაცა ჰობი არ არის, ესე იგი რაღაც სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ ეგ ამბავი და აბსოლუტურად ჩემთან ერთად არიან და ჩემ საქმეში არიან და ასე ვთქვათ ერთი ორგანიზმივით ეხმარებით ერთმანეთს და ამით ცხოვრობთ ასე ვთქვათ. ეგ ყველაზე თავარია.
თქვენ თქვით, რომ თავიდანვე არ მღეროდიოდეთ. ეხლა ძალიან დამაინტერესა, როდის იმღერეთ პირველად, აი ესე დასამახსოვრებლად, როცა თუნდაც აღმოაჩინეთ, რომ ეს ნიჭი გაქვთ. ძალიან პატარა ჩვილობაში მქონდა, რომ რაღაცას ვიღინებდი, ვაყოლებდი ხმას ტელევიზორს ან რაღაცა ჰანგებს, დეჩემს ჩაწერილიც ჰქონდა ეგ. მე ეს თავისთავად გაქრა წლამდე დაახლოებით. შემდეგ რაღაცა სკოლაში ხოვით ზეიმებზე რაღაცებზე ერთი-ორჯერ მომღერეს, მაგრამ არაფერი დიდი ისეთი. და ძალიან საინტერესო ისტორია, რომ ერთ-ერთი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ამაოდ აღმომაჩინა, რუსუდან გეგენავა, ესე სკოლა დადიოდა, იმიტომ რომ პრობლემა იყო მუსიკალურში, არავინ არ აბარებდა და ეძებდა მოსწავლეებს. მესამე, მეორე და პირველი სკოლა შემოიარა, 5-6 ბავშვი. და არავის არაფერი არ უნდოდა ჩაბარება და იქნებ ჩააბაროთო და რაღაცა მე შემომხედა და ერთ ჩემ კლასში შემოვიდა და იქნებ თქვენ გნებავთ რაღაცა საინტერესო გარეგნობა გაქვთ იქნებ სცენისთვის რაღაც ეს რაღაცა საინტერესო გარეგნობა გაქვთ სცენისთვის რაღაცა მე შეიძლება მინდა მაგრამ არ ვარ გივარ ხო ამ საქმისთვის მაგრამ აი რაღაცა მუსიკოსმა მითხრა რომ საინტერესო რაღაცას ნიშნავს ესე იგი ვცადე აღმოჩნდი მოსმენაზე ჩემი მოწმეს ხმა მითხრეს რომ მოდი მეცადინო დავიწყე მეცადინეობა ჩავაბარე მუსიკალურში დაამთავრე მუსიკალური მე ჩავაბარე უნივერსიტეტში ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურაზე თბილისში პარალელურად დავდიოდი მუსიკალურში უკვე თბილისში და როგორც კი მორჩი არქიტექტურას გადავინაცვლე კონსერვატორიაში აუცილებლად დაუბრუნდებით და ძალიან მაინტერესებს ერეკლე რაღაცა სიმღერის მიღმა ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ თუმცა ახლა მაინტერესებს ვინც გიბიძგათ რომ აი ეს პროფესია აგერჩიათ თუ არის ესეთი ადამიანი კი ეგეთი ადამიანი არის და მახსოვს იმ პერიოდში კასეტები იყო და მანქანებში რო გვინდოდა მუსიკის ჩართვა კასეტებს ვაერთებდით ხოლმე და ძალიან მომწონდა ვიტნი ჰიუსტონი მერაი კერი და უცებ მამაჩემს ქონდა დისკი სამი ტენორის პროექტის ძალიან ცნობილი და ცალკე დისკი ქონდა ლუჩანო პავაროტის და იმას რომ ვისმენდი ისე მომწონდა ის ხანგები ისე მონუსხული ვიყავი ამით რომ აი არ გაფიქრებადაც არ მყოფნიდა რომ სულ ამაში იყო ადამიანი. შემდეგ ქართველი მომღერალი ამან გააჩინა ჩემი ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ და კლასიკური ვოკალის მიმართ. შემდეგ ქართველმა მომღერალმა, რომელიც შემთხვევით შეამჩნია ტელევიზორში, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საიდუმლოა ეს იყო ნინო სურგულაძე. ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, მე ბავშვი ვიყავი. ისე მომხიბლა მისმა გარეგნობამ, მის სცენიურობამ, ხმამ, ის როგორი ენერგეტიკა მოდიოდა მისგან, რომ ფიქრობდი რომ ალბათ უბედნიერეს ადამიანი საუკეთესო პროფესიაა და საუკეთესო საქმეა ცხოვრებაში, როცა შენ აკეთებს შენ საყვარელ საქმეს და სხვას უზიარებს შენ სიყვარულს მუსიკისადმი, ისინი ამას იღებენ, გიბრუნებენ შენ. ეს ყველაფერი ერთდროულად აღვიქვი მისგან. და შემდეგ რაღაცნაირად იმდენად შემიყვარდა და იმდენად დიდი მელომანი ვიყავი, რომ ყველაფერს უსმენდი, აი ცხოვრებამ გამომიჩინა ესეთი ქალბატონი, რომელზეც უკვე ვახსენე და ესე მოხდი მუსიკაში. აჰა, ესე იგი ეს ნამდვილად ინსპირაცია ერთ-ერთი იყო იმისა, რომ კლასიკურ მუსიკით დავინტერესებულიყავი, იყო ნინო სურგულაძე ნამდვილად. დიდი მადლობა. ახლა მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად რთულია მომღერლისთვის ოპერის მიმართულებით დამკვიდრება დღეს. როგორც გვეუბნებიან მომღერლები, ადრე უფრო მარტივი იყო საბჭოთა პერიოდში, იმიტომ რომ ყველაფერ ცუდთან ერთად იყო ჩაკეტილობასთან ერთად და ძალიან დიდ ბიუროკრატიასთან და ასე შემდეგ, იყო ძალიან დიდი პატივისცემა განათლების და ნიჭის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სფეროში, იმიტომ რომ უხეშად რო თქვა, უხმო და ყრუ სცენაზე ვერ დადგებოდა. თბილისის თეატრი იყო იმით სახელგამთქული, რომ ძალიან გამორჩეული ხმები
მომღერლები, არტისტები იდგნენ სცენაზე, საუკეთესოები, რომლებსაც მე უკვე იქთო დიდ თეატრში და ასე შემდეგ იწვევდნენ. დღესდღეობით ალი ძალიან რთული, რადგან სხვა ბევრი ასპექტია ჩართული ჩვენს საქმეში. ეს გახდა ბიზნესი, შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ნაწილი, როცა ადამიანები, რომელსაც იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ სად როდის იმღერებს, კავშირში არ არიან მუსიკასთან. უბრალოდ აქვთ გავლენები და აქვთ ფული. ამიტომ ძალიან ხშირად არის, რომ ძალიან ბევრი ცნობადი სახე ხარდავსახელთ საქართველოშიც არიან, რომელიც არც გამოირჩევიან, არც გარეგნობით, არც ნიჭით, არც მუსიკალურობით და არც არაფრით, მაგრამ სცენაზე დგანან. ძალიან ბევრი არის ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ არანაირად არ ვაკნინებ არც ერთ პროფესიას, მაგრამ გამომდინარე ნიჭიდან გამომდინარე უნდა მიეცეს გზა ხო ადამიანს. ტაქსის ბრძოლებად მუშაობენ და მუშებად და ასე შემდეგ. როცა გქონდათ ბრწყინვალე მსოფლიო ხმები, განსაკუთრებით მამაკაცები. იმიტომ რომ ოჯახი ყავთ სარჩენი და ძალიან ბევრი ვალდებულებები აქვთ და ვერ მიცემდნენ თავისუფლებას, რომ ეხა კონსერვატორიაში ვისწავლო და რაღაცა ცოტა ისეთი ბევრი კაზუსური მომენტი არის ამასთან დაკავშირებული. ანუ ნიჭთან ერთად ძალიან რთული არის, რომ თავს მიცე ამის უფლება, რომ შენ ისწავლო კონსერვატორიაში. ძალიან ძვირი სიამოვნება, არა თვითონ სწავლის თვალსაზრისით, არამედ რამდენი დრო, როგორ უნდა მოუარო საკუთარ თავს, როგორ უნდა მოუარო ხმას, ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი, ფსიქიკური რეჟიმი, ნერვიულობა, ეს ყველაფერი, ანუ მე მქონია იმის გამოცდილება, რომ სპექტაკლის დღეს თბილისში ახლობლებთან სადაც ცხოვრობდი, გარდაიცვალა ბებია, რომელიც მე ძალიან მიყვარდა. და 2 დღე მიყოლებით მქონდა სპექტაკლი, მე ვიყავი ერთადერთი. მე რომ წამით ის მომენტი გამეცვიცნობიერებინა, რომ სახლში სასახლე მიდგას, მე ვერ ვიმღერებდი და დავაღალატებდი ჩემს იმას. სანამ არ დამთავრდა ჩემი წარმოდგენები, ჩემთვის ის ადამიანი ცოცხალი იყო. როცა მორჩა ყველაფერი, მე მოვედი და მე დავიტირე და მე დავემშვიდობე როგორც საჭირო იყო და საოცრება იყო აბსოლუტურად ყველამ გამიგო ოჯახში. ახლა მაინტერესებს რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერაში და როგორ გადავახეთ? სპონტანურად ვუპასუხებ ამ შეკითხვას, ყოველთვის გამოწვევებით სავსე არის და ყოველი ახალი გამოწვევა არის რაღაცა ახალი მნიშვნელოვანი და მანამდე გამოუცდელი, ასე ვთქვათ. ეხლა მაქვს ეს გამოწვევა, იმიტომ რომ მთელი იანვრის განმავლობაში საზღვარგარეთ ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენები მქონდა. დავგეგმე კიდევაც მომავალი თვეები ამ მოსმენებიდან გამომდინარე და უცებ გუშინ დამიკავშირდნენ და მთხოვეს ჩამეწერა ზეპირად რაღაცა ნაწყვეტი, რაღაცა ოპერიდან, რომელიც საერთოდ არ ვიცი. საერთოდ არ ვიცი. და არია, თქვათ, ანუ სოლო ნომერი, არის ანსამბლი, რომელიც 1-2 ხაზი არის, თქვათ, გრძელი რაღაც მელოდია, შემდეგ არის რეპლიკები. და დაახლოებით 25 გვერდია. და მე დღეს და ხვალ უნდა ჩავწერო. ეს მართლა რაღაცა დიდი გამოწვევაა. ღმერთს მადლობა 3 საათი გვგანსხვავება, ამიტომ იმათი საღამო ჩემი ღამეა, ამიტომ კიდე რაღაცა საათები მაქვს, მაგრამ უძილო ღამე უკვე დაიწყეთ მომზადება თუ ჯერ. ნახეთ, მე რომ თქვა, რომ იცით რა, ცოტა მეტი დრო ან არა ვარ მზად, მე მეორეჯერ აღარ დამირეკავენ და აღარ მომწერენ. მე რომ ხო ხარ მზად, ხო იცით, ხო კი, რა თქმა უნდა, აფა რა. კეტავ კარებს და მე ვაიმე დედა. ეგ უკვე მერე. წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ რაღაცა მართლა დიდი უნდა შეასრულოთ ამ 2 დღეში. კიდევ კარგი იტალიურია, იმიტომ გერმანული რო ყოფილიყო ამ ფრანგული. მაინტერესებს რომელი როლიან პარტია იყო თქვენთვის ყველაზე გარდამტეხი. მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად, აი ხა გამაცნობიერებინეთ, იმიტომ რომ ესე არ მიფიქრი ამაზე. მოცარტის ფიგაროს ქორწინებაში ფიგაროს პარტია. იმიტომ რომ
თუ შეიძლება ორი სიტყვით ვიტყვი რატომაც. რა თქმა უნდა. რადგან არაერთხელ მაქვს შესრულებული როგორც საქართველოში, ისე იტალიაში მქონდა მეგზ დებიუტი და თავიდან ისე ვიზრდებოდი და ისე სწავლობდი ამ პარტიას, რომ ეს უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად ჩემი ხმისთვის, ჩემი ტიპაჟისთვის, აბსოლუტურად ამოტრიალდა ყოფილი. ესე იგი, ზრდასთან ერთად ჩემმა ხმამ განიცადა ცვლილებები, ჩემ ტიპაჟურად შეიცვალა ჩემი ამპლუა და როცა აი ბოლოს იტალიაში შევასრულე, იქ გავაცნობიერე, რომ მე ფიგაროს კი არ უნდა მღეროდე, მე უნდა მღეროდე Il Contes, გრაფს მაგ ოპერაში, ანუ აბსოლუტურად სხვა. უფრო პატარა პარტია, ვთქვათ, უფრო ნაკლ სირთულით, თითქმის ერთნაირია, მაგრამ ამპლუას ვარიანტი შენი გერმანელები ფახს ეძახიან ამ ამბავს, ანუ შენი ხმის და შენი გარეგნობის და შენი მენტალობის შესატყვისი როლი. და რა თქმა უნდა შევასრულე, მაყოფილებიც იყვნენ რეჟისორიც, დირიჟორიც და პუბლიკაც, ღმერთს მადლობა, მაგრამ მე მივხვდი, რომ თუ კი მომავალში მექნება შემოთავაზება, მე ყოველთვის ვამჯობინებ მეორე პარტიას მაგ ოპერიდან, თუ კი ხა მაინდა-მაინც არ იქნება რაღაცა განსაკუთრებული ისა. თუ შესაძლებლობა იქნება. ხო. თქვენ ახსენეთ თქვენი ხმა და ახლა მაინტერესებს როგორ აღუწერდით თქვენს იმათ, ვისაც ჯერ თქვენთვის არ მოусმენია. ძალიან უბრალოდ ოპერის მომღერალი ბარიტონი. გამორჩეული ბარიტონი. დანარჩენი უკვე მათი გემურების საკითხი, იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი განათლება და დიდი რეგალიები მივიღოთ, ყოველთვის ისევ და ისევ ვიღაცას პავაროტი მოწონს, ვიღაცას დომინგო მოწონს, ვიღაცას კარერასი. გემურების საკითხია. მაინც გამორჩეული ბარიტონი ალბათ უფრო სწორი შესაძყვისი იქნებოდა. მადლობა დიდი. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის უფრო სწორად როგორ ემზადებით ახალი როლისთვის? უფრო ტექნიკას თუ რაღაცა ემოციურად? აი ეს მაინტერესებს. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ღმერთს მადლობა, მე ისეთ პედაგოგები მყავდნენ კონსერვატორიის პერიოდში ბათუმიდანაც არავინ არ მავიწყდება, ლიეჯაშმა ძალიან კარგი სკოლა მომცა ბათუმიდან. თბილისში გულიკო კარიაოლის შემდეგ გია გაგნიძე, ჩვენი უცნობილესი ბარიტონი, კონსულტაციებს გავდიოდი ჩემ ახლო მეგობართან, გიორგი მჭედლიშვილთან, ასევე წარმატებულ ბარიტონთან და ისეთი სკოლა მომცეს, რომელიც უკვე რომ მიყვები ამ დინებას, ყოველთვის, ყოველი პარტიით, ყოველი ახალი როლით, სულ ახალი აღმოჩენები მაქვს ვოკალის კუთხით და რა თქმა უნდა, ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად შევესაბამები მე კონკრეტულ პარტიას ან როლს, რამდენად ის არის ჩემთვის სასარგებლო, იმიტომ რომ მომღერლები ყოველთვის ფიქრობთ, რომ მე კი ახლა შემიძლია ვიმღერო რაღაც ძალიან დრამატული და ძალიან მძიმე პარტია. და კარგად გამომივიდეს, მაგრამ ის არის დამაზიანებელი ჩემი ხმისთვის, იმიტომ რომ მე გაფლანგვა გამომდის ჩემი როგორ თქვა ნიჭის და ჩემი ხმის. ჩვენ უნდა ყოველთვის მღეროდეთ ისეთ რაღაცებს, რომელიც კიდევ უფრო გაგზრდის და თან კიდევაც კარგად შევასრულებთ. და ეს არის ძალიან ოქროს კვეთა დასაცავი, იმიტომ რომ ისევ და ისევ განმეორდები აგენტები და თეატრის ძალიან ბევრი ინტენდანტი და ხელმძღვანელი საერთოდ არის მუსიკოსი და ისინი ხედავენ ესე. შეიძლება სულ სხვა ისა ხარ, მაგრამ კონტრაქტს ისინი გაძლევენ. იტყვი უარს კონტრაქტზე, კარგად იყავი, ამიტომ შეიძლება რიგოლეტო იყო, მაგრამ მოგიწევს ჯილ და სიმღერა. ასე რომ ესე ხა უტრიებ რა თქმა უნდა, მაგრამ დაახლოებით ეგრე. ძალიან რთულია. და მნიშვნელოვანი დეტალი და რჩევა არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვოკალური იდეალურ ვარიანტში, ვოკალური მდგომარეობა და ტიპაჟი, ასე ვთქვათ, ისე ერწყმოდეს, რომ კონკრეტული პარტია იყოს მისასადაგებელი იმ მომენტში. შეიძლება 5 წლის მერე აღარ იყოს, ანუ 5 წლით ადრე არ იყოს, მაგრამ რაღაც იმ მომენტში. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ რაღაც საერთაშორისო სცენებზე გიწევთ გამოსვლა.
მაინტერესებს რას გაძლევთ ეს როგორც ადამიანს და აი როგორც პროფესიის პრიმ როგორ გზრდით ეს ყველაფერი. ერთად თქვენ კითხვასაც დაუბრუნდები, აი სად ვიგრძენი რომ ოპერა ნამდვილად ჩემი საქმეა, ვთქვათ რაღაც. აი ამ საერთაშორისო გამოცდილებამ კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში და მყარად დამაჯერა, იმიტომ რომ საქართველოში ბევრად კრიტიკული და ბევრად ესე მომთხოვნი პუბლიკაა. ვიდრე საზღვარგარეთ. თუნდაც იტალიაში ეს კლასიკური მუსიკა დაიბადა და ოპერა დაიბადა იტალიაში, ეს არის მათი ხალხური მუსიკიდან წამოსული და მათთვის ეს როგორც ნაციონალური მუსიკა არის და იმათაც კი ძალიან გაგებით ეკიდებიან, როცა ვთქვათ ღერით იტალიურად, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იტალიური აქცენტი და ჩვენ შეიძლება შეცდომებსაც უშვებთ სიტყვებში და ძალიან ბევრ რაღაც, მაგრამ გაგებით ეკიდებიან და გვიფასებენ შრომას და რაღაც ესა. საქართველოში უფრო რთულია ეგ ყველაფერი. საზღვარგარეთ სცენებზე გამოსვლა მომცა აბსოლუტური თვითრწმენა ჩემს მონაცემებში, ჩემს ხმაში, ჩემს არტისტულობაში თუ გამომსახველობაში თუ ასე თუ ტექნიკაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა საქართველოში, ну, ვთქვათ, შემიჩნევია რომ კოლეგას რაღაცა პრობლემა აქვს და ну რაღაცა რჩევის სახით თუ შეიძლება გითხრა რაღაცა, ვერ იღებენ, ვთქვათ, რჩევას, არა თუ შენიშვნას, რჩევას. ვერ იღებენ, ну, ვინ ხარ შენ რომ შენ რჩევას მეუბნები. საზღვარგარეთ კოლეგები, ჩემზე უფროსები ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ აი როგორ აკეთებ ესე ამიხსენი, აი მომიყევი. და მიღებლობა ხო არის. ჩვენ ესე აი კარგი გაგებით ქურდები ვართ. აი მას რაღაც დაუნახი, რაღაცა საინტერესოდ აკეთებს იმ პასაჟში. როგორ აკეთებს? აბერტი და ვეკითხები და რატო არ უნდა მითხრას? და დიდი სიამოვნებით, ну ვიღაცები არიან კიდევ რომ არ გეუბნებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ ამით აფასებ მის გამორჩეულობას, უნიკალურობას, რომ მას აქვს რაღაცა საინტერესო და შენ სწავლობ, შენ სულ სწავლობ, შენ სულ ვითარდები. და მეც ვეკითხები ჩემს კოლეგებს იქნებ როგორ მირჩიოთ ესა ისა და საქართველოში ეს ყველაფერი რთულად არის. აჰა, გასაგებია. ახლა მაინტერესებს აქვე პუბლიკაზე რა სიტყვით. აი ქართველ და უცხოელ პუბლიკას შორის რაიმე განსხვავებები თუ დაიჭირეთ და თუ არის აი ამაზე? ხო, აი ძალიან მარტივი, უცხოელი პუბლიკა უფრო კეთილგანწყობილია და უფრო პატიობს ბევრ რაღაცას, ქართული პუბლიკა ბევრად კრიტიკულად არის დამოკიდებული. აჰა. მადლობა. კონტრასტი, თუნდაც ქართულ პუბლიკა არის ძალიან დიდი მელომანების რიცხვი, რომელიც აი ოღონდ გაიგებენ ლამას ხმას და ნუ უკვე ჭკუას კარგავენ. არის მეორე ფლანგი, რომელიც ბოლომდე თქვით კრიტიკით არის გამსჭვალული და ბოლომდე ეძებს რაღაცა იმ მინუსებს, რომ დაგითვალონ ნოტები, დაგითვალონ რაღაცა. აი სულ უკიდურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა, როგორც პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც ამინდია, როგორც ხალხია თვითონ, ხო? უკიდურესობებში ისევე არის ჩვენთან. ან ძალიან გვიხარია, ან ძალიან არ მოგწონს, ან ძალიან გასაგებია, მადლობა. ახლა მაინტერესებს როგორია ახალგაზრდა ოპერის მომღერლის ყოველდღიური ცხოვრება სცენის მიღმა. სცენის მიღმა პირველი დღე არის გამოძინება. შემდეგ წარსულს ჩაბარება ამ ყველაფრის და აწყოში დაბრუნება და უკვე აწყოს მომავლის გათვალისწინებით აწყოში ყოფნა. ანუ ჩვენ ხშირად გვაქვს ეხა 2026 წელია. მე არ მაქვს ესე დატვირთული, მაგრამ ჩემ კოლეგებს უკვე 2028 წელს გეგმავენ რას აკეთებ, იმიტომ რომ 2026 და 2028 სრულიად არის დაკავებული. და ჩვენ როცა დავდივართ მოსმენებზე, იქ გვისმენენ თქვათ, აი ხა გაზაფხულის პერიოდში 2029-ში ნოემბრიდან ან დეკემბრიდან ვის სად როდის აიყვანენ. ანუ
წინასწარ ყველაფერი ძალიან დაგეთ ადრე. 3 წლით წინ არის გაწერილი ყველგან ყველაფერი. ძალიან საინტერესო. ჩვენთან სპექტაკლის შესახებ ვიგებთ 1 კვირით ადრე და შემადგენლობის შესახებ 3 დღით ადრე თუ გავიგებთ, ხო კაი. მადლობა. ხო. მაინტერესებს ახლა თქვენი აზრი. რას ეთყოდით და აი რას უნდა შეეგუოს ადამიანი, როცა ამ პროფესიას ირჩევს, აი თქვენი აზრი ძალიან საინტერესოა. მუდმივ კრიტიკას, მუდმივ უკმაყოფილებას საკუთარი თავით, მუდმივ ორიენტირებას განვითარებაზე. ეს არ არის საქმე, რომელსაც შენ წიგნში წაიკითხავ, ან ვიღაცა მოგიყვება და ესე. აბსოლუტურად მუდმივ პროცესს საკუთარ შეცდომებზე სწავლის პროცესს. ამას უნდა შეეგუო და უშიშრად შეცდომების დაშვის შესაძლებლობას, რომ უნდა მივცეთ ჩვენ თავს. იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ ვისწავლეთ. ხო, ეს ალბათ უფრო შეიძლება კიდევ სხვა პროფესიებზეც ასე ითქვას, ალბათ ყველა პროფესიაში ასეა. სულ გჭირდება პედაგოგი, იმიტომ რომ მე რომ მღერი და მე რომ ვსაუბრობ, მე ჩემი ხმა მესმის შიგნიდან და მე ვერ აღვიქავ როგორ გამოდის ის დარბაზში. ყოველ დარბაზში სხვადასხვანაირად ისმის, ჩვენ მღერი ვართ მიკროფონის გარეშე, ჩვენ აკუსტიკურად ვაწყობ ჩვენს ინსტრუმენტს, რომ 5000 კაციან დარბაზში დადგე 150 კაციან ორკესტრთან და ბოლო იარუსის ბოლო ლოჟაში შენი ხმა ჟღერდეს როგორც ეს ხო მიკროფონის გარეშე და ადამიანს ყველანაირი შესაძლებლობები აქვს რომ ბუნებრივად აქვს ეს მიკროფონ დინამიკები და მიკროფონები ორგანიზმი ჩვენ ამას ბავშვობაში გვაქვს მაგრამ გარდატეხის ასაკში ეს იკარგება და ჩვენ ისევ ვცდილობთ დავიბრუნოთ ეს ჩვენი რეზონირებადი მომენტები, სადაც ბგერა ხდება და იმის შემდეგ ის გაისტყორცნება ძალიან შორს. და ამ დროს ალბათ ანუ არ ზიანდება ამ დროს ან ხმა. პირიქით. ძალიან ჩემ ბევრ კოლეგას რთული ასთმური დიაგნოზი აქვს და უბრალოდ საუბრის დროს უჩნდებათ პრობლემა ან ჩვეულებრივი ყოფა ცხოვრების დროს, მაგრამ როცა მღერიან და იმათ ჭირდებათ სულ სხვა ხმის ჰაერის ნაკადი და რაღაცა ასთმა ქრება. ანუ რეგენერაციის მომენტი ხდება. ძალიან ბევრს ვთქვათ ფსიქიკური ვთქვათ პრობლემები ქონდა რაღაცა სიმღერის დროს ქრება ეს ყველაფერი. მყავს ძალიან ახლო მეგობარი, რომელსაც სანტიმეტრ ნახევრიანი ანევრიზმა აქვს თავში და ბომბზე ზის და საშინელი შაკიკის შეტევები აქვს, მაგრამ როცა მღერის და ეს ვიბრაცია, რომელიც სხეულში გადის და თავის რეგისტრამდე მიდის და თავში ვიბრირებს, შაკიკი ქრება. ანუ ყველაფერთან ერთად ეს ყოფილი. თუმცა კიდევ უამრავი ის კვლევა არის, როცა თუნდაც არის რამდენიმე მაგალითი ამის მსოფლიოში, როცა დედა მომღერალი უსინათლო შვილს, ყრუმუნჯ შვილს უმღეროდა მთელი ყოველ დღე უცლად ყოფნის დროს, მერე იქ ვინ იცოდა რომ რაღაცა იყო მომენტი რომ დაუდგინდა რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც დიაგნოზი იყო ისეთი რომ უკვე უცლად ყოფნის დროს და 3 წლამდე ბავშვს უმღეროდა და ყური რომელიც აბსოლუტურად იყო ესე ვთქვათ 0.00% ესმოდა აღდგა 30-40-50%-მდე იმით რომ დედა თავის სიყვარულით თავის იმით უმღეროდა და ეს კეთილხმოვანი ჟღერადობა ესე ვთქვათ აქტიურებდა იმ მიძინებულ ორგანოებს, რომელიც თანდაყოლილად იყო. ესე იგი ეს ოპერა რაღაც მკურნალიც ყოფილა, სხვადასხვა ზოგადად სიმღერა და მუსიკა. დიახ. ახლა მაინტერესებს თუ რა თქმა უნდა პასუხი მოგცემს საშუალებას ცოტა სიმღერას რომ გავცდეთ, ვინ არის ერეკლე გურგენიძეს სცენის მიღმა. თუ ისევ მუსიკას უკავშირდება, რა თქმა უნდა, არა, რატომ? ალბათ მაძიებარი ადამიანი, არ ვიცი.
ადამიანებსაც ბევრი კითხვა აქვს და უბრალოდ ეს გზა მომეცა, რომ მუსიკის საშუალებით ვიპოვო მათზე პასუხი. დიახ. კითხვებზე პასუხების. ხო, ალბათ ეს ძალიან საჭიროა. რისთვის, რატომ, როგორ და ყველაზე სასიამოვნოა ალბათ როცა პასუხს გასცემ რაღაცა ერთ კითხვას, რომელიც გაგიჩნდება და ეძებ პასუხს და მე უცებ რაღაცა პასუხს გასცემ. კი, ნამდვილად. და ბედნიერი ვარ მაგ კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ესეთი კითხვის ნიშნები დამიტოვებია და რაღაც მომენტში უცებ ხო. უცებ მომდის. ახლა ძალიან საინტერესოა თქვენი რჩევა. საკმაოდ ძალიან გამოცდილი ადამიანის რჩევა ამ საკითხში, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს ამ პროფესიაში, ამ სფეროში მუშაობას. პირველ რიგში მე არ ვთვლი რომ მე ძალიან გამოცდილი ვარ, მე ჯერ კიდევ დასაწყისში ვარ და მე ასე ვთვლი და ესე არის. იმიტომ რომ მე მყავს ისეთი მაგალითები, რომლებიც ნამდვილად ზენიტში არიან და ვიცნობ და მაგალითები ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან. მე მათგან ყოველთვის ვიღებ რჩევას და როგორც არის მაგალითად ჩემი პედაგოგი გია გაგნიძე და ცოტა ხნის წინ ლადო ათელის კონკურსის გამარჯვებული გავხდი და მისგანაც ძალიან საინტერესო რჩევები მივიღე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით კონსულტაციასაც ავიღებ და მივიღებ ბევრ საინტერესო რჩევას. მე ვეტყოდი იმას, რასაც ჩემ თავსაც ვეტყოდი, რომ უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ამაზე მეტად არაფერი არ უყვართ დედამიწის ზურგზე. ნამდვილად რაც გიყვარს ის გამოგვდის. თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობებზე. აი ხა მithkoms რამდენიმე ადამიანის, თქვა დაგეგმილი მაქვს მე ჩემ შეყვარებულთან ერთად რაღაცას მოგზაურობა სადღაც. თუ დამირეკეს და თუ მითხრეს რომ სულ რო ქორწილი იყოს. ქორწილი რო იყოს. ზეგ უნდა წახვიდე იქ და რაღაცა ერთ კვირაში ყველაფერს გავაუქმებ და წავალ ჩემს საქმეზე. რა ეგეთი სპეცია მე რო ეს არ გავაკეთო გამოიწვია მთელი ჩემი ცხოვრება იყო ფუჭი ეს ერთი ნახეთ ეს არასანდო ადამიანია სხვა რაღაცები არაინტერესებს ეს საქმე იმდენად და გავხდები უბედური იმიტომ რომ მე სახში დავჯდები და იმ ადამიანსაც გავაუბედურებ ჩემი უბედურობით და ჯობია წარმატებული ვიყო და რაღაცნაირად გავუგოთ ერთმანეთს. ძალიან რთულია მომღერლის და მუსიკოსის გვერდით ყოფნა. ძალიან რთულია. ნამდვილად. ჩვენთვისაც ძალიან რთულია, მაგრამ რა ვქნათ, ეხლა არ ვფიქრობთ იმ მომენტში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი უნდა. ნუ მინახავს ადამიანები თავიანთ პროფესიაზე შეყვარებული, მაგრამ თქვენ ნაშკარად მართლა ძალიან გიყვართ თქვენი პროფესია და აი ახლა მართლა მივხვდი წარმატებას გისურვებთ. მადლობა დიდი. ძალიან საინტერესო დიალოგი იყო. გონია რომ მოტივაციას აუცილებლად მიცემთ იმ ახალგაზრდებს, ვისაც რაღაცა აბრკოლებს, რაღაც ის ეშინია, რომ გადადგას ნაბიჯი და თქვენ დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ამ ყველაფერზე საუბარი.